დღევანდელ გადაცემას იგავით დავიწყებ ერთი ქალაქის შესახებ, რომლის მცხოვრებლებმაც იმდენი იომეს ერთმანეთთან, სანამ გადაშენების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ. დაინახეს რა საშიშროება, გადაწყვიტეს ბრძენისთვის მიემართათ დახმარების თხოვნით. ბრძენის პასუხი ასეთი იყო: სანამ საკუთარ სულში არ დაამყარებთ მშვიდობას, იქ არ ჩააქრობთ ომის ცეცხლს, მანამ იარაღი სულ შემართული გექნება. საკუთარ თავთან გააფორმეთ სამშვიდობო ხელშეკრულება და სხვებთან ომიც თავისთავად დასრულდებაო. ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. ძალიან გვიჭირს ადამიანებს საკუთარ თავთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და შინაგანი დაულაგებლობა თუ გახლეჩილობა როგორც წესი გარეთ იღვრება. შესანიშნავად აქვს ნათქვამი ორტეგაი გასეტს, ნელა იარეთ, ნუ იჩქარებთ, რადგან ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა მიხვიდეთ, საკუთარი თავიაო. სწორედ საკუთარ თავთან მისასვლელი გზის ჯერ პოვნის სურვილი, შემდეგ მისი გავლის ნება აღმოჩნდა ის რუბიკონი, რომლის გადალახვასაც ვერც ცივილიზებულობამ, ვერც ხელოვნურმა ინტელექტმა, ვერც არნახულმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ხელი ვერ შეუწყოდიდათ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს. ეთერშია შემდეგი გაჩერება. ამ სტუდიაში ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით გამძაფრებულ, სულიერ ეგზისტენციალურ ღირებულებით თუ სხვა კრიზისებზე, იდენტობის კრიზისზე. ვცდილობთ, ძალიან გვინდა, რომ ღრმად ჩავწვდეთ გამომწვევ მიზეზებს და მათთან გამკლავების გზებს. დღესაც ამ თემაზე ვისაუბრებთ ბატონ მერაბ ონიანთან ერთად, მე მივესალმები მას, მოგესალმებით მერაბ, რომელიც გახლავთ თეოლოგი და ამავე დროს ფსიქოთერაპევტი და მუშაობს სწორედ ამ საკითხებზე, რომ გაგვიადვილოს, ასე ვთქვათ, საკუთარი თავისკენ და სხვებისკენ სავალი გზა. ნამდვილად, თითქმის ყოველდღიურად მიწევს მუშაობა ადამიანებთან უამრავ პრობლემებზე, რაც აწუხებთ მათ. და ამიტომ ალბათ არის უპრიანი, რომ დავიწყოთ რა სოციალური საკითხები უწყობს ხელს ამ კრიზისის გაღრმავებას. რა არის მიზეზი და რა შეიძლება იყოს შედეგი. იცით, დღესაც მქონდა ლექცია სტუდენტებთან სამედიცინო ინსტიტუტის და იქაც შევეხეთ ამ საკითხებს, რომ ადამიანი არის გარკვეული სახის მოცემულობა. ანუ ის დეტერმინირებულია, გარკვეულ მოცემულობას წარმოადგენს, როცა იბადება გარკვეულ ოჯახში, იბადება ისეთი, როგორიც იბადება, იმემკვიდრებს ყველაფერს, ასე ვთქვათ, თვითონ არიჩევს თავის თვალის ფერს, ნათმის ფერს, ამ სხეულის ფორმას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ენიჭება, როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული სახის მემკვიდრეობა, ამის გარდა, როცა ის იზრდება იმ გავლენების შედეგად, რომელსაც ოჯახში განიცდის, მშობლებთან ურთიერთობების თუ მერე გარემოსთან ურთიერთობის შედეგად, ხდება მისი ფორმირება და ხშირად ადგილი აქვს ბავშვის ტრავმირებას, მის ვერ გათვალისწინებას, იმ მოთხოვნილებებისა, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს და გარკვეული სახის დეფიციტები გროვდება. და მოკლედ ჩვენ ვამბობთ ბავშვობის ტრავმებს, ასე მოიხსენიებთ, ეს ტრავმებიც განაპირობებენ პიროვნების ხასიათს შინაარს. ამის გარდა არსებობს, ასე ვთქვათ, ტემპერამენტები, ანუ ადამიანის ტიპები, რომელიც არის 4. ეს არის სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი, მელანქოლიკი, რაც კიდე შეიძლება დაიყოს კიდე ვთქვათ 8 ნაწილად, 16-ად, 32-ად, ანუ ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ძირითადად ამ 4 ტიპში არის გადმოცემული მისი მახასიათებლები და ესეც მემკვიდრეობით ენიჭება ადამიანს. ანუ ესე რომ ვთქვათ, ფაქტიურად სერიოზული პროგრამაა ჩადებული მასში, რომელსაც ის ანხორციელებს თავის ცხოვრების მანძილზე. და კრიზისი ჩნდება ალბათ მაშინ, როდესაც პასუხები არ გაქვს რაღაც გარკვეულ კითხვებზე შენ თავთან.
ეს არის თქვენ ეხებით ეგზისტენციალურ საკითხებს, აი ეგზისტენციალური კრიზისის დავიწყოთ. ანუ საიდან მოდიხარ, ვინ ხარ, რა მისია გაქვს, რას ემსახურები, შენ რა მოგაქვს ამ სამყაროში და საით მიდიხარ. ეს თითქოს არ მარტივად დავსვით ეს კითხვები, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხები არ აქვს. დღეს ერთ-ერთმა სტუდენტმა თქვა, რომ არის ძიების პროცესში, ძალიან შეწუხებულად თქვა, მე დავახატინე ნახატები, ამ ნახატებში ჩანს ადამიანის, ვთქვათ, პორტრეტი, ფსიქოლოგიური, ჩანს პრობლემატიკა, შეგვიძლია გააკეთო ძალიან კარგი დიაგნოსტიკა, ზუსტად განსაზღვრო რა მდგომარეობაშია, როცა მე მას ამის შესახებ ვესაუბრე, მან ესე რაღაც წუხილი და დანანებით აღნიშნა, რომ თითქოს ბევრი რამე არ იცის მან, აი მე არ ვიცი რა მინდა. ეს ალბათ შეიძლება რომ მოვისმინოთ ხშირად ხო ადამიანებისგან, რომ ახლა ზუსტად მე არ ვიცი რა მინდა მე და არის ადამიანი, რომელსაც ზუსტად იცის რა უნდა. და იმან ყველაფერი იცის, რო კითხოთ. ეს იმას გონია რომ ყველაფერი იცის, არა? იცით ეს ძალიან საინტერესო რამ არის. ძალიან საინტერესოა. მე გონია რომ ყველაფერი ვიცი და უკვე სხვაგან ვარ. არა სოკრატესთან, რომელიც ამბობდა რომ მე ვიცი რომ არაფერი ვიცი. მე უკვე მას ვშორდები. კი ბატონო, მაგრამ იცით აი რადგან მე ტემპერამენტების თემის გაშლა მინდოდა, მაგით დავიწყე. ეს ტემპერამენტული მახასიათებელია. ან თქვა სანგვინური ტემპერამენტის მქონე ადამიანს აქვს ძალიან დიდი დარწმუნებულობა იმაში, რასაც აკეთებს. და შეიძლება ის ძალიან მაღალი სიჩქარით მიდიოდეს და წინ მოსახვევი ჩანდეს და გვერდში მყოფმა ადამიანმა შეიძლება მხარზე ხელი დაკრას და უთხრას, რომ იცი რა, ცოტა დაუწიე სიჩქარეს, იმიტომ რომ იქ შესახვევში შესვლა გაგიჭირდება ამ სიჩქარით, მაგრამ ეხა როგორ იქცევა ეს ადამიანი მას მოწონს, როდესაც გარკვეულ მხარდაჭერას მას ულენენ, ნახეთ, ეს მოწონს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაითვალისწინებს მის აზრს. იმიტომ რომ მოისმენს, მაგრამ არ გაიგებს ამას. მაინც გააკეთებს ისე, როგორც თვითონ ფიქრობს. ეს ტემპერამენტული მახასიათებელია, იცით? ეს არის ნერვიული სისტემის ტიპი. ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან ბარემ აქვე ვთქვათ ქოლერიკებზე და მელანქოლიკებზე. ქოლერიკები უფრო გაუწონასწორებელი ადამიანები არიან, უფრო რისკიანები, ესენი ყველაფერზე წამსვლელი არიან, ამათ ვთქვათ უკან დახევის მომენტები დიდად არ ახასიათებს, აი ბოლომდე მიდის და სრული უკუგების უნარით გამოირჩევა. ესეთი ფსიქიკა აქვს, ესეთი წყობა აქვს, არის გაუწონასწორებელი ხასიათი, ან სწრაფად ეცვლება განწყობები. და ნუ როგორ გითხრათ რა, ეს არის როგორც აი მუსიკალურ მიმართულებაში ჯაზი რო წარმოვიდგინოთ, სრული იმპროვიზაცია რო ვერ გათვლი. ამიგეთ, აი წარმოვიდგინეთ თქვენ რა საინტერესო მახასიათებლები შეიძლება გქონდეთ ადამიანს და როგორ შეიძლება იყოს განსხვავებული. არის ვთქვათ ფლეგმატიური ტემპერამენტის ადამიანი, რომელიც 9 ჯერ გაზომავს და ერთხელ მიიღებს გადაწყვეტილებას დიდი ფიქრის შედეგად. ესეთი ადამიანი ამბობს, რომ მე ვფიქრობ მაშასადამე ვარსებობ. ეს შეიძლება უფრო იყოს ფიქრთა სისტემაში, ფიქრთა სამყაროში, ვიდრე პრაქტიკულ ცხოვრებაში. იცით, აი მედალს ხო ორი მხარე აქვს, ვიცით და ასე რომ რაღაც პლუსები თავის მინუსებით ჯერდება ნებისმიერ შემთხვევაში და ძალიან საინტერესოა ადამიანი, ესეთი მრავალფეროვანი რომ არის, იმიტომ რომ ერთმანეთს ავსებენ ადამიანთა ეს რაღაც თავისებურებები და მრავალფეროვნებები, რითაც ერთმანეთსგან განსხვავდებიან. ჩვენ ხშირად გვაქვს მიდგომა, რომ თუ განსხვავდებით ერთმანეთსგან, რაღაცა ერთად ვერ მოვიაზრებთ ჩვენ თავს, იმიტომ რომ რაღაც მე სხვა ვარ, შენ სხვა ხარ. განსხვავებული ფსიქოტიპის ადამიანები როგორ აფორმებენ საკუთარ თავთან სამშვიდობო ხელშეკრულებას? ვის როგორი პრობლემა აქვს? ვერ აფორმებენ ყველა შემთხვევაში. მაგალითად მელანქოლიური ტიპი გამოგჩა, ეგ აღარ მიხსენებია, ეს უფრო დაურწმუნებელი არის, თქვა ძალიან პედანტურია, მაღალ დონეზე ასრულებს სამუშაოს. მთელი კოლექტივი შეიძლება იყოს მასზე დამყარებული, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა მუშა ფუტკარივით. მაგრამ რაც შეეხება აი პიროვნულ მომენტებს და რაღაც ესე ვთქვათ უფრო პესიმისტური ხედვა შეიძლება გქონდეს მომავალთან მიმართებაში, თავდაუჯერებელი იყოს, დაბალი თუ შეფასება გქონდეს მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით რომ უკეთესია ვიდრე წარმოდგენა აქვს, მაგრამ ესეც იმთავითვე მინიჭებული აქვს მას და განსაზღვრულია, წარმოგიდგენიათ, ამაში არსებობს გარკვეული სახის
როგორ არ მინდა ხმამაღალი გამომივიდეს, მაგრამ ტრაგიზმი სადღაც, იცით? იმიტომ რომ რაღაცა მე მერგო ასეთი ხვედრი, იცით? ეს დავიმემკვიდრე მე მშობლებისგან, დედისგან, მამისგან. კი, სინთეზურია ეს შეიძლება, მაგრამ მაინც მემკვიდრეობითია. ანუ ჩემი არჩევანი არ არის. ნახეთ რა საინტერესო თემასთან მივდივარ და როდესაც იქცევიან ეს ადამიანები სხვადასხვა გარემოებებში და სიტუაციებში, გადაწყვეტილებას იღებენ, წარმოვიდგინეთ, არა როგორც ინდივიდები, არამედ როგორც ამ ჯგუფის, ამა თუ იმ ჯგუფის წევრი. ეს შეიძლება ჩვენ რო დავждეთ და განვიხილოთ ეს და გვერდიდან შევხედოთ, ძალიან დამწუხრდეთ ამაზე და შეგვაწუხოს იმის განსთან, რომ ეს ადამიანი თავისი პირადი, თავისუფალი ნების შესაბამისად იღებს ამ გადაწყვეტილებას თუ როგორც ჯგუფის წევრი და აღმოჩნდება, რომ ხშირ შემთხვევაში როგორც ჯგუფის წევრი და ძალიან ეს ნიშნავს, რომ ის არ იცნობს თავის თავს, არ ვერ აღმოაჩენს თავის თავს თუ იცით ზედაპირული დამოკიდებულება შეიძლება კონდეს ადამიანს საკუთარ თავთან დაკავშირებითაც იმ შემთხვევაში თუ მას ეს ცოდნები არ ამტკიცებს, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, შეიცან თავი შენი, გვახსენდება ეს გამოთქმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მოგვიწოდებს იქითკენ, თუ შენ საპასუხისმგებლო პერსონა ხარ, ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდე შენს პიროვნებას და ეს არის ურთიერთობები საკუთარ თავთან, საკუთარ სიღრმისეულ მესთან. ჩვენ მაგალითად ვაკეთებთ ტესტირებას და ამ ტესტირების შედეგად ვავლენთ თუ როგორია ადამიანი, რა ახასიათებლები აქვს მას და ესე იგი მათთვის თვალსაჩინო ხდება თუ რა სისუსტეები აქვს და რა ძლიერი მხარეები. თუ დავუშვათ ის სუსტი მხარეები და ისა განავითაროს, ეს არ არის ასე ვთქვათ სასჯელი, რომელიც არ იცვლება, ხვდებით, რომ რაღაც მიჟილი გაქვს შენ და აქედან ვერ გამოყალ. ეს ასე არ არის. მაგრამ უნდა წამოყვეს. უნდა წამოყვეს, უნდა გააცნობიეროს სასჯელი. კი. თუ არ ხდება ეს გარედან ჩარევა და ან ცოდნის და ინფორმაციის მიწოდება, ადამიანი ცხოვრობს ისე როგორც ცხოვრობს და როგორც შეუძლია დაუშვათ. მანამ სანამ შეაწუხებს ეს. მანამ სანამ რაღაც პრობლემაში არ აღმოაჩენს ეს მისი თქვა თუ უარყოფითი თუ არასრულყოფილი მახასიათებლები, რომელიც მილიონი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც რაღაც ნაწილობრივ ამ მიზეზებს წეღან ოდნავ შევეხეთ ჩვენ. მე შეიძლება დაფიქრდეს, ჩაფიქრდეს რაღაცები, გადააფასოს, არ მოეწონოს და გადაწყვიტოს, რომ გზები იპოვოს განვითარებისკენ. რომელი ის მთავარი იარაღი, რომლითაც შეიძლება, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანი მიუახლოს საკუთარ თავს. არსებობს სხვადასხვა სკოლები, რომელთაც თავის მეთოდოლოგია აქვს, თავის ტექნიკები გააჩნიათ, ხო? ნუ მაგალითად ისეთის როგორც არის ფსიქოსინთეზი, რომელიც ასაჯოლის დაფუძნებულია, ეს ფროიდის ძალიან გონიერი და გენიალური იტალიელი მოწაფე იყო, რომელთანაც კონფლიქტი არ ქონია და ეს არ იყო მისი დამსახურება, ეს იყო ასაჯოლის დამსახურება. და მან საფუძველი დაუდო ასეთ უფრო სიღრმისეულ მიმართულებას, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი შედგება მრავალი პერსონისგან, ანუ სუპერსონალიებისგან. ანუ შენ ხარ როგორც ვთქვათ ქალი, როგორც დედა, როგორც მეუღლე, სოციალური როლი. კი, ჩემი სოციალური როლები, კი. და როდესაც ჩვენ განვიხილავთ ადამიანს, შეიძლება უფრო სიღრმისეულად მივანიჭოთ როლები და ადგილი იმას თუ რა განაპირობებს ამა თუ იმ ქმედებას ან შეცდომაში, საიდან აღმოჩნდა, რომელიც წაყვა თავის რომელ სუპერსონალიას რა არის უფრო წარმართველი მასში. არის იქ ბალანსი თუ არ არის? ან საერთოდ აქვს წარმოდგენა, რომ ესეთი ბევრი სუპერსონალიებთან გვაქვს საქმე სინამდვილეში, რომ ადამიანი არ არის მარტივი მოვლენა. ოღონდ რა თქმა უნდა, მე უნდა მქონდეს ამის განცდა. მე მაგალითად ვეუბნები ადამიანებს პირდაპირ და დაუფარავად, რომ შენ გენიალური ადამიანი ხარ. აი შენი ტიპაჟი არის გენიალური. აი პირდაპირ გიწერია ეს შენ. რაში მდგომარეობს გენიალურობა იმ ადამიანებისა, ვისაც თქვენ ეუბნებით ამის გენიალურობას? იცით, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ღირებულებით ფაქტორს, რასაც ჩვენ ჯერჯერობით არ შევხებივართ, ფასეულობებს, ხვასია და შინაარს, როგორი შინაარსის არის პიროვნება. დღეს აი ნახატი რომ დახატა იმ სტუდენტმა, ესე იგი მე ვუთხარი რომ აქ ჩანს მეთქი ამ ნახატიდან რომ შენ ძალიან გიყვარს სხვა ადამიანებზე ზრუნვა
და ესეთი ადამიანი ხარ რა, რომ თქვათ მაინც შენ თავზე კი არ ფიქრობ პირველ რიგში, მაინც ფიქრობ სხვებზე. და მithra როგორც ექიმს ეს შენ ძალიან წაგადგება. და მან მითხრა რომ აი ქირურგი უნდა რომ გახდეს, ეს მეხუთე კურსის სტუდენტი არის და ძალიან კარგი მონაცემია ამ პროფესიის ადამიანისთვის, ხო? ზრუნველობითი ფაქტორი. სიყვარულის გარეშე ზრუნველი ვერ იქნება. ხადია, სიყვარული ისეთი მწვერვალია სათნოებათა, რომ მე მასე მარტივად მაგას ვერ ვახსენებ. იმიტომ რომ ეს არის გვირგვინი სათნოებების, რომელიც აი ბევრ სხვა რაღაცას ეფუძნება. სიყვარულის ნიჭი ყველას აქვს. ნიჭები და უნარები ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველაფრის და ზოგადად ადამიანი გენიალური მოვლენაა. ყველა ადამიანი. უბრალოდ მას ჭირდება ამ რაღაცეებისკენ წაყვანა და გააქტიურება, მახსენდება სულ ეს ჩინური აკუპუნქტურა, რომელიც რაღაც წერტილებით ააქტიურებს რაღაც ყველაფერს და მოდის ასე ვთქვათ, ძალიან სიტყვითი აკუპუნქტურა, მოდი ასე ვთქვათ, სიტყვით. რა თქმა უნდა, ეს არის ცნობიერებაზე და რაღაც ქვეცნობიერებაზეც რომ მოქმედებ, რომ არ ვიცი ბევრი რამ ჩემ შესახებ, იცით? არა მაქვს მაღალი წარმოდგენა. ხო, აი თქვა, არც პროდუქტიული ვარ, არც ხა დიდი პასუხისმგებლობები არ მაქვს. მაგრამ როგორ არის, იცით, ბავშვობიდან მოვდივართ. ჩვენი სამშობლო ხო მაინც არის პატარაობა, ბავშვობა. იქიდან ვიღებთ საფუძველს. ანუ სადაც ბევრი ცოდნა არ გვაქვს და მე მივდივართ ნელ-ნელა განვითარების გზისკენ. ხო ასეა. და ამიტომ ეს ცხოვრება გზა არის და ამ გზაზე ბევრ რაღაცას სწავლობს, ბევრ რაღაცას შეიმეცნებს ადამიანი და აცნობიერებს. თავისი დრო აქვს ყველაფერს განვითარების ამ გზაზე. აი ამ გზაზე ფეხის ადგმა, როდესაც იწყება, შენ მიდიხარ შენს დედასთან და მამასთან ერთად, ხო? და ოჯახის წევრებთან ერთად. აი ამ გზაზე როგორი უნდა იყოს ამ მშობლების იდეოლოგია, მოდი ასე ვთქვათ. შვილი უნდა აღზარდო ტრად, რომ გამომადგეს მოყვარეთ, თუ არის საჭირო რაღაცის დაცვა. იცი ძალიან დიდი ცოდნა ჭირდება ამას, რომ იყო მშობელი, როგორ ურთიერთო ბავშვთან, რა ჭირდება მას, როგორ მოახდინო მისი სწორად წარმართვა და ფორმირება, ამას ცოდნა უნდა. ეს ცოდნა, სპეციალური ცოდნები არსებობს, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად წარმატებით იღწვიან მშობლები მიმართულებით, რომ ეს ცოდნა გააჩნდეთ. მე მაგალითად არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამოვიდეს, მაგრამ ერთგვარად დავავალდებულებდი, აბსურდს ვამბობ ხა, მაგრამ რომ რაღაცა უფრო მეტი იცოდნენ მშობლებმა შვილების თაობაზე, აღზრდის თქო წესები არსებობს, მშობელთა ათიმცნება, ასეთი რამ არსებობს. რაღაც ელემენტარულ რაღაცებს ჩვენ უნდა ვიცნობდეთ, იმიტომ რომ ის ბევრი ტრამვები, რომელთაც ჩვენ გაგვაჩნია, მშობლები აღჭურვავენ ჩვენ ამით ძირითადად, აი გაუცნობიერებლად თავისი თქვათ არასწორი ზემოქმედებით, იმიტომ რომ როდესაც თქვათ მშობელი არის განკარგულებელი ყველაფრის, ის თulis რომ ამ ყველაფერი იცის და მისი ნება არის გადამწყვეტი და არა ბავშვის დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ ბევრი იმიტომ არის მიზეზის გამო, მაგრამ შე შემთხვევაში შეიძლება ადგილი კონდეს ტირანიასაც შვილი გაზერდე მტრად ამ გამოთქმაში რა უნდა ვიგულისხმოთ, ნახეთ ნებისმიერ ასაკში ბავშვს ჭირდება თავისი გარკვეული პასუხისგებლობები, რომ გამოიმუშაოს და ამას შენ უკეთებ მშობელი. შენ იცი რა დროს რა პასუხისგებლობები უნდა გაართვას თავი და უნდა ააღებინო მას ეს პასუხისგებლობა, იმიტომ რომ მისი ფორმირება ხდება როგორც პასუხისგებლიანი ადამიანი, ხო? მაგრამ ასაკების მიხედვით სხვადასხვა არის ეს პასუხისგებლობა და აუცილებლად ამ მიმართულებით ზრდი. ესე იგი მშობელი ანვითარებს პასუხისგებლობას. მშობელი არის მათ მთავარი ფაქტორი და იქიდან გამომდინარე კვალიფიკაციის არის მშობელი ამ აღზრდის საკითხში, გვაქვს ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს. ანუ მე მხედველობაში ის ძირითადი ტრამვები, რომლითაც ბავშვები მერე არიან აღჭურვილი. მაგალითად, ასე ვთქვათ, პირველი დაპირისპირება ძალიან ადრეულ ასაკში ეწყება პატარას მშობელთან
წარმოიდგინეთ, მისი ცხოვრება იწყება სულ პატარაობიდან, როცა იყო ყველასთვის ძალიან სასურველი და საყვარელი, მოფერების ზრუნვისაგანი იყო ყველას მხრიდან. მერე იზრდება და მერე, როდესაც პასუხისმგებლობების პერიოდი დგება, რომ უნდა აიღოს რაღაცა უწყრებიან, ეუბნებიან, რომ ესე კი არა, ესე უნდა გააკეთო, ამას ასე რატო არ აკეთებ? იწყება აკრძალვა. იწყება აკრძალვა და იწყება, ასე ვთქვათ, დაწუნება მისი, ანუ მისი მიუღებლობა, მანამდე თუ იყო მიღებული აბსოლუტურად, ეხლა აღარ არის მიღებული. ეხლა რაღაც არ მოსწონთ მასში, ანუ ჩნდება განცდა, რომ მე არ ვარგი ვარ. გამიგეთ და მე ვერ მიიღებს ეს სამყარო და ეს სამყარო არის დედა და მამა, ხო? უმთავრესი უპირველესი ხო ოჯახის გარემო. უარყოფის ტრამვას ეყრება საფუძველი, რომ მე ვარ უარყოფილი, ანუ მე არ მოუწონვარ ისეთი როგორიც ვარ, ეს გავაკეთე შენიშნა მივიღე, ის გავაკეთე შენიშნა მივიღე, თუ მე ქოლერიული ტემპერამენტის ადამიანი ვარ, შენიშნავს ვიღებ როგორც აბსოლუტური წარუმატებლობის ნიშანს, ანუ წაშლა ხდება პიროვნების, ახლა ყველა ტემპერამენტის მქონე ადამიანი ერთნაირად არ რეაგირებს ამ საკითხზე, გამიგეთ? და ახლა ესეთი ცოდნა ხო არ გვაქვს ჩვენ, რა თქვა, ვის როგორ დაელაპარაკო, ანდა ძალიან მოკრძალებითი დამოკიდებულებაც არა გვაქვს შვილების მიმართ, ხო? ეს რაღაცა ჩვენი საკუთრებასავით არის და როგორც მინდა ესე გავკარგავთ, მაგრამ ეს ცოდნაც არა გვაქვს ესეთი გენიალური ამ შემთხვევაში და ამ ცოდნას მიყავს დაპირისპირებასთან, ბავშვის პირველი ბუნტი, ასე ვთქვათ, იწყება მშობელთან, მაგრამ მშობელს ვერ ერევა პატარა, ყოველთვის იმარჯვებს მშობელი, მაგრამ მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაიმარჯვებს, ესე იგი, ის რაღაც ამ ხერხემალში გადაამტრევს თუ ამას არ იზამს, ხვდებით და მე მაგალითად ერთ-ერთ დედას უთხარი, რომელმაც მითხრა, რომ ესე მოხდაო, რომ ხელით შევეხეო ბიჭს და მე ვთხარი ის შეიძლება გაუჭირდეს რომ კაცად ჩამოყალიბდეს გამიგეთ იმიტომ რომ ბიჭი სხვანაირად უნდა გაიზარდოს კაცი სხვანაირად იზრდება ქალი სხვანაირად სხვა მიდგომები უნდა გამიგეთ ეს მამაკაცი არის აქ არის მეომრის არქეტიპი წამყვანი ეს არ უნდა მოკლა მასში ხვდებით რაღაცნაირად კარგად უნდა არეგულირო ღირსება არ უნდა შეულახო, ხო? იმიტომ რომ ის შენი მიზნები, რომელიც იმ მომენტში გესახება როგორც რაღაც ანიშნელოვანი, ის არ არის, ასე ვთქვათ, უნივერსალური, ხვდებით? იმისთვის განხორციელების გზაზე შენ შეიძლება ისეთი რაღაცები გააფუჭო, რომ მე მაგას მთელი ცხოვრება ვერ შეცვლი. იმიტომ რომ ამ დროს ხდება რა ტრამვირება, ეს ტრამვაის ჭრილობებია, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება. არის წინააღმდეგობაში მშობელთან, ვერ ეთანხმება. ამ დროს აქვს მისი ძლიერი უარყოფა, გაბრაზებაც, მაგრამ ამავე დროს სიყვარული, რაც პირველადია, წარმოიდგინეთ და ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები არის ერთად ჩემში. ამიტომ მე გიპირისპირდები და თან მიყვარხარ და თან, როდესაც შენ ანხორციელებ ჩემზე ერთგვარ ძალადობას ან დიქტატს და მავალდებულებ, რომ მე ეს გავითვალისწინო და მივიღო წარმოიდგინეთ, ვინ ყალიბდება ჩემში მაშინ ამ პირობებში. ეს არის კლასიკური მაზოხიზმის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობები, როდესაც აი ეს სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსი რაღაც ერთვება, რომ მე მიყვარხარ შენ და ხო რომ ძლიერი ხარ და როცა შენგან მე ამ ტკენას ვიღებ მაინც მიყვარხარ. ნახე, ტკენა და სიყვარული ერთმანეთთან კავშირშია. და მე როდესაც ირჩევს ესეთი ბიჭი მომავალ, ასე ვთქვათ, საცოლეს თუ რა ქვია, როგორც არის. მეუღლეს, ნუ. მეუღლეს. ეს აირჩევს ისეთ ქალს, რომელიც მათრაღს გადაუტყლაშუნებს ხოლმე. გამეორდება ეს სცენარი, რაც არის მაშინ ჩადებული და ფაქტიურად უკვე წარმოიდგინეთ, იქ ვინ არის მძიმე განცდებში, ისე მშობელი, რომელიც მე ხედავს, რომ რა დღეშია ეს ბიჭი ამ ქალის ხელში, ასე ვთქვათ და შეიძლება იმას ვერ მიხვდეს, რომ ამის მიზეზი თავადაა. საინტერესოა, ხო? მეომრის არქეტიპი ახსენეთ თქვენ და მრავალი არქეტიპი არსებობს ჩვენს კულტურაშიც და ზოგადად კაცობრიობის კულტურაში ამ არქეტიპებთან ურთიერთობის გარკვევაც ძალიან საინტერესოა ადამიანი ამას თვითონ ახერხებს თუ
ჭირდება დახმარება. კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან დიდად დასაფასებელი არის ადამიანი, რომელიც ბევრ საკითხებზე ფიქრობს, აცნობიერებს, სიღრმისეულად ერკვევა, იმიტომ რომ ეს ცხოვრება მნიშვნელოვანი და ფასეულია. ამ ცხოვრებას ძალიან ბევრი რამე უნდა შენგან, იცით? და შენ უნდა ბევრ რამეს შეესაბამებოდე, რომ კარგად მოაწყო შენი ცხოვრება და არა მარტო შენი, არამედ შეიძლება სხვებისაც და თუ არა ღრმა ცოდნა ბევრი რაღაცის, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, ასე ვთქვათ, ამ გზაზე სიარული, რასაც ცხოვრების გზა ქვია. არქეტიპებთან დაკავშირებით რა მინდა რომ გითხრათ. აი ქალი უფრო არის დედის არქეტიპია, ქალში წინა პლანზე წამოწეული. მაგალითად მამაში ასე ვთქვათ მამის ტიპაჟი არ არის დომინანტი. მამა უფრო მეომარია და მებრძოლი, ანუ კაცის არქეტიპი, ეს უფრო ავიდრე მამის. გამიგეთ? ანუ აქ ქალს პრიორიტეტი აქვს. ასე ვთქვათ დედობასთან ასოცირების თვალსაზრისით ვიდრე მამაკაცს. მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ესეა ისტორიულად ესე ჩამოყალიბდა, რომ მამაკაცის ფუნქცია იყო ბრძოლა, ხო? სამშობლოს მამულის დაცვა, ოჯახის დაცვა და ასე შემდეგ. და ნუ მაშინ ეს ჩამოყალიბდა, ეს არის მებრძოლი. ხშირად ქალები თუ გამოიყენებენ მამაკაცის არქეტიპს, მაინდა-მაინც კარგი არ არის. რატომ? იმიტომ რომ მომრავლდნენ საკმაოდ ქალები, რომლებიც მებრძოლი ტიპები არიან და შესაბამის სამსახურებშიც მუშაობენ. კი, იცით, მიღწევაზე ორიენტირებულობა, წარმატების მიღწევა, პიროვნული განვითარების გზაზე სვლა, ეს ცალკე საკითხები არის. რაც გონივრული, ასე ვთქვათ, გეგმებით და ჩანაფიქრებით და ნაბიჯებით მიიღწევა. მაგრამ როცა ვამბობთ მამაკაცის არქეტიპს, ანუ მეომრის არქეტიპის გამოყენებას ქალის სტრატეგიაში, ეს არის უკვე რაღაცა გამამაკაცება ქალისა. რაც შეიძლება დღეს ჩვენ გვაქვს როგორც პრობლემა, ამ საუკუნემ ეს მოიტანა განსაკუთრებით ბოლო პერიოდმა და პირიქითა პროცესები, როდესაც პირიქით ხდება, რომ მამაკაცის, ასე ვთქვათ, თმობს ამ თავის ტრადიციულ პოზიციებს და რაღაცნაირად უფრო პასიურობისკენ გადადის და კარგავს როლს თავისას და მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი მოვლენაა, ეს არის ისეთი ძალიან მძიმე ტენდენცია, რაც ჩემი აზრით უნდა შეიცვალოს და ამის შეცვლა შესაძლებელი არის საგანმანათლებლო სისტემამ. დიახ, ზუსტად მაგით უნდა და მე ოჯახშიც უნდა იყოს ამაზე. ერთად ამ თემას საზოგადოებამ ალბათ უნდა დაფიქრდეს იმაზე და გაიაზროს რა საშიშროებებს აჩენს ეპოქა ჩვენს წინაშე, რა გამოწვევებთან გვაქვს საქმე და რას უნდა გაუმკლავდეთ. ეს პასუხისმგებლობა არის საზოგადოების. თუ ჩვენ წეგან საუბრობდით ადამიანის პიროვნულ პასუხისმგებლობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებასაც გქონდეთ, ხო, ესეთ რაღაც კოლექტიური პასუხისმგებლობა იმის წინაშე, რასაც ერიკ წარმოადგენს, ქვეყანა წარმოადგენს, იმიტომ ეს ჩვენი დღეს დავამშვიდობე სტუდენტებს და ვუთხარით თქვენ ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ. თქვენ საქართველო ხართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, ყველა ასეთი სიტყვა ძალიან დიდია. ასეთი ცნობილი გამოთქმა არსებობს დღეს ბავშვი, ხვალ ხალხი. რა თქმა უნდა, ხვალინდელი საქართველო. კი, ამიტომ ეს აღზრდის თემა პრიორიტეტული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში. მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც არსებობს, ეს ზოგადად ეპოქალური ტენდენციებია, იცით და ნუ რას ვიზამთ, რაც გვენიჭება, გამოწვევები უნდა გაუმკლავდეთ. ყველაზე მეტად ვინ იმარჯვებს მოზარდის სულის დაუფლების დროს? თანატოლები, როდესაც ის უკვე იზრდება, თანატოლების გავლენაა მეტი, ავტორიტეტის გავლენაა მეტი, მასწავლებლის გავლენაა მეტი, მშობლის გავლენა, აი ამ ჭიდილში რომელი იმარჯვებს, როგორ იცით, სხვადასხვა ასაკობრივ მომენტში სხვადასხვანაირი მიდგომები არის, ხო? ძირითადი არის ოჯახი, საიდანაც მოდის ბავშვი, ხო? პირველი ავტორიტეტი ეს დედა და მამაა მისთვის. მერე არის პერიოდი, როდესაც უკვე რაღაც ერთგვარი დაპირისპირება და ცოტა უფრო მოზარდზე ხო, აი თინეიჯერობის პერიოდში. ხო, რაღაც დაპირისპირების ხარისხი უკვე მაღალია. ჩემთვის გაქცევის შესაძლებლობა არის თანატოლების სამყარო, რომელთაც თქვა ბევრი პრეტენზიები აქვს მშობლებთან, ამიტომ მე შეიძლება იქ ვპოვებდე, ესე ვთქვა, რაღაცა ჩემთვის სასურველ ნიადაგს და გარემოს.
მაგრამ მაგასაც ვერ ვიტყვით ესე სტანდარტულად 100-ია, იცით? აი მაგალითად არიან ბავშვები, რომელსაც ადაპტურები ვერ არიან და თქვათ მეგობრები არ ყავთ, ეხლა მოგეხსენებათ, რომ არც თუ ისე კეთილსასურველი გარემო არის, თქვათ აი ბავშვებშიც არის რაღაცა ბულინგი, დაპირისპირება, წინააღმდეგობები, ხო მოგეხსენებათ? არის, რა თქმა უნდა. არის ასე და სოციალური ქსელები ამას უწყობენ ხელს საოცრად, იმიტომ ბავშვები ითვლიან უკვე რამდენი მოწონება აქვთ, ბავშვები ითვლიან რამდენი გაზიარება აქვთ, ბავშვებს უკვე შეჯიბრი აქვთ აღიარების სული აქვთ, ხო? მათ უნდათ რომ აღიარებული იყვენ. ეს ყველა პრობლემა მოდის დეფიციტურობის განცდიდან, იმიტომ რომ ესე იგი ოჯახშიც ვერ არის ის აღიარებული, თუ დამოკიდებულება ისეთია რაღაც ძალიან მკაცრად უფროს უმცროსული, ასე ვთქვათ, ანუ დირექტიული სტილის ურთიერთობები არის ოჯახში. ნუ ბავშვი შეიძლება ვერ პოულობს იქ თავის თავს როგორც პიროვნებას, პერსონას და ის აღიარებული არ არის. ის ეძებს აღიარებას. ყველა ადამიანი ეძებს აღიარებას, იმიტომ რომ ადამიანი არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი მოვლენა. მიგეთ ჩვენ ეს უფრო უნდა წავახალისოთ და არა დავთრუგუნოთ. პირიქით, ესე იგი, რა ვიცი, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ფეხზე მყარად იდგეს. პატარა ბავშვიც კი მიმღებლობით, თანაგრძნობით ატმოსფეროში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას იღებენ, სადაც მას ასე ვთქვათ, სიყვარულს ულევნენ, ეფერებიან, კარგ სიტყვებს ეუბნებიან, ხო, რომ აი შენ ესეთი ხარ, კარგი ხარ, საყვარელი ხარ. მან უნდა იცოდეს თავის ფასი და მნიშვნელობა. ასეთმა ოჯახებმა, მშობლებმა, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი შვილები შემდგომი გავლენებისგან, თუნდაც ინდოქტრინაციისგან. დღეს ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ ამაში მედიაც არის ჩართული. იცით, აღზრდა კარგი და ხარისხიანი როდის არის, როდესაც შენ აყალიბებ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია თვითონ გაუმკლავდეს გამოწვევებს. ანუ მე აღარ უნდა დაგიცვა შენ. ესე იგი, მე შენ ხელს კიდებ, აღზის პროცესს ავსახავ, მოვდივართ ერთად, ვიდრე დავუშვათ შენ სწავლობ სიარულს, ხო, ხელით მიჭირავს. მე ერთად გავივლით და მე ხელი უნდა გაგიშვა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრის საკითხი, რასაც ქართველი დედა არასოდეს არ აკეთებს. შეიძლება ასე. ებრაელებს ნათქვამი აქვთ, რომ ებრაელი დედა არ აკეთებს სიკვდილამდე. ისე რომ ეთყობა სხვა ნაციონალ. ყველგან ესია, ეს ზოგადი არის და ხაზი გაუსვი მაინც ქართველს. და ეს ანუ ხერხული არის, იცით, იმიტომ რომ ენერგეტიკულად იძლიერი არ არის, სუსტია. ის არის შენთან ერთად. ანუ დამოუკიდებელ პიროვნებად შენ ის ვერ ჩამოაყალიბე და ეგ ხდება სწორედ იმ პასუხისმგებლობის აღებით, რომელზეც მე ვისაუბრე ბავშვობიდანვე. და ბავშვს ასწავლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, ეხლა რაც უნდა გავაჟღერო, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორი ადამიანის ურთიერთობაში და არა მხოლოდ ორის, მე ავიღო ჩემი წილი პასუხისმგებლობები, მაგრამ შენ უნდა აგაღებინო შენი წილი პასუხისმგებლობა. ეგეც შენ მოვალეობაში შედის, ნახეთ? ანუ ეს სწავლება მაქვს მე, რომ ესე იგი მე შენ კი არ გიყურებ ხა აიღებ შენ პასუხისმგებლობას თუ არ აიღებ. თუ არ აიღებ, მე პასუხს მოგთხოვ ამაზე, ან შევწყვეტავ შენთან ურთიერთობას, ანუ გადაფასებები, შეფასებები ამის მიხედვით ხდება გარკვეული ფორმულების მიხედვით, რომელიც ცოდნაც ბავშვს სასიცოცხლოდ ჭირდება, აუცილებელია, ხვდებით? და ამის მიხედვით ურთიერთობს. თუ მე დეფიციტურობის განცდა მაქვს, მე დამოკიდებული ვარ მაშინ თქვენზე, გარემოზე, რა სიტყვით თქვენ ჩემზე და ვიქნები სულ სხვაზე დამოკიდებული. არსებობს დამოკიდებულების ბევრი სახე, მოგეხსენებათ, ხო? ეს არის თქვათ იქ ნარკოტიკულ თამაში, ნარკოტიკი, 1000 რამე და არის კიდე ადამიანზე დამოკიდებულება არანაკლებ, ასე ვთქვათ, ტკივნეული და ასე ვთქვათ, გამაუბედურებელი ადამიანი, თუმცა მე არ შემიძლია შენ გარეშე. მე პირდაპირ ვეუბნები ხოლმე ასეთ სიტყვებს სტუდენტებს, ცოტა რისკიანია ალბათ ამისას ხმამაღლა და დიდ აუდიტორიაში გაჟღერება, მაგრამ არა უშავს. მე ვამბობ ასეთ რამეს, რომ თუ ვინმე სიყვარულს აგიხსნის ასეთი ფორმით, რომ შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, მაშინვე წადი იქიდან და დატოვე ის ადგილი, იმიტომ რომ შენ წინაშე არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან დამოკიდებული ადამიანი და ძალიან ბევრ პრობლემებს შეგამთხვევს ეს ადამიანი. შენ კი მოგწონს ეს სიტყვები და ხარ რაღაცა ასე ვთქვათ გაბრუებულ დაბანგულ მდგომარეობაში, მტკბობით რომ შენ ასე უყვარხარ, მაგრამ იქ იმ არაჯანსაღ გამოვლენას
მიჯაჭულობებისას შენ ვერ ხედავ, იმიტომ რომ არ იცი, არა გაქვს ეს ცოდნა. ამიტომ მნიშვნელოვანია მე მგონი, რომ ბევრი რამ იცოდეს ადამიანმა და ესეც კარგად იცოდეს, რომ ამ დონის დამოკიდებულებები არაფრად არ ვარგა. მერაბ, ძალიან ფაქის საკითხს მინდა ახლა შევეხო. ეს არის პატიების საკითხი. ერთი მხრივ, მე როგორც ადამიანი, რომელიც ვპატიობ სხვას რაღაცას და მეორე მე თავად ვითხოვ პატიებას. ესე იგი, ვინანიებ რაღაც აქციელს და მოვდივარ შენთან. რა განაპირობებს ამას, ხო? ალბათ პირველ რიგში გაცნობიერება იმისა, რაც თქვათ დავაშავებ მე, როდესაც პატიებას ვითხოვ შენგან, მე ნამდვილად მესმის რა შევწოდე შენს წინაშე და მე არა ვარ კმაყოფილი ჩემი თავის. მაქვს რა ღირებულებები სულიერი, გარკვეული, ჩემი ფასეულობები, მე ნამდვილად ვიცი, რომ არასწორად მოგექეცი და გული გადკინე, დაგაზიანე. ამიტომ მე ძალიან ვნანობ ამას, ძალიან მწუხარ ამის შესახებ და არ მაქვს პრობლემა იმის, რომ ვერ გამოვხატო შენთან ეს, იმიტომ რომ ამას ძირითადად ეგ პრობლემაა. ძალიან განვიცდი. ბოდიშის თქმა, აღიარება რომ მე შევწდი, ეგ ძირითადად პრობლემაა. იმიტომ რომ ალბათ მაშინ არ არის ესეთი ხარისხის განცდა და ხედვა იმისა, თუ მე რა განვახორციელე შენს მიმართ, ან რა ვიფიქრე და გავიფიქრე უბრალოდ შეიძლება არც მithქვავს, მაგრამ ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი ფიქრთა სისტემა დავაბინძურე ცუდი ფიქრით შენზე და მე კარგად თავს არ ვგრძნობ. მე არ შემიძლია გავიჩერო ჩემში ეს. და რადგან ასეთი ვარ, მე აუცილებლად ვთხოვ პატიებას იმაზე, უბრალოდ რაც ვიფიქრე შენზე. და რატომ არის ასე იშვიათი შენდობის? იმიტომ რომ ალბათ არა მაქვს მე წვდომა საკუთარ თავთან, არ მაქვს ეს კარგად გაცნობიერებული და ჩამოყალიბებული, თუნდაც რომ ადამიანები ვართ, არა ვართ სრულყოფილი არსებები, ჩვენ ბევრი რამ შეიძლება შეგვეშალოს და გვეშლება კიდეც, მაგრამ ძალიან კარგია თუ ამ შეცდომებზე ვსწავლობთ და ვინანიებთ ამას. ეს სირცხვილი არ არის, გესმით? თუ მე გავიზარდე ისე, რომ მე არ უნდა შემეშალოს არასოდეს, მე არასწორად გამზარდეს. გამიგეთ და თუ ეს ჩემში ჩადებულია, მე ისევ იმას ვერ დგულობ, რომ მე ახლა რანაირად უნდა გითხრა, რომ რამე შემეშალა, გამორიცხულია. არა, მე სულ მართალი ვარ. ეს აბსურდში ვარ, ხო ამ შემთხვევაში. ადამიანურობიდან ცოტა გვერდზე გავდივარ. ის რაც პირველად გაგიჟღერეთ, ის არის ძალიან ადამიანური რა, ნამდვილად ადამიანურია და მხოლოდ მატებს მე ღირსებას. იმ ადამიანს, რომელიც პატიებას ითხოვს, მაღალი ღირსება გააჩნია. შენდობის თხოვნა, სირცხვილი ნამდვილად არ არის, პირიქით არის მაღალი ღირსების გამოხატვა. მაგრამ ახლა იმიტომ კი არ ვითხოვ შენდობას, რომ დემონსტრირებას ვაკეთებ ჩემი მაღალი ღირსების. არა, სულელია, უბრალოდ ცუდათა ვარ. არ შემიძლია ამას ვერ უძლებ. მინდა რომ სუფთად გქონდეს გული. მანცხოვარმა სხვათა შორის კი არ შეამსუბუქა მოთხოვნები ადამიანის მიმართ, კიდევ უფრო გაზარდა, იმიტომ რომ იესო ქრისტემ ასეთი რამ გვითხრა და გვასწავლა ჩვენ, რომ ცოდვად შეერაცხება ადამიანს არა მხოლოდ ის, რასაც გააკეთებს და შესწოდავს, არამედ ის, რასაც გაიფიქრებს. ანუ ეს აქცენტი რაზეა, იცი რომ ფიქრთა სამყარო გაწმინდე, მოდი რა, მოდი ამ დონეზე დახვეწე შენი თავი. ანუ სერიოზული მოთხოვნილებები არის ჩვენ წინაშე, იცით, ეს არის გენიალური ამბავი რა, რომ ესეც გვევალება. ერთი ვარიანტი არის, რომ მე ვითხოვ პატიებას და მეორეა, როდესაც ჩემთან მოდიან პატიებისთვის და მე ვერ ვპატიობ, ხო? ანუ შეიძლება მე ძალიან გამიჭირდეს, იმიტომ რომ იმედენად მაქვს ნატკენი გული, არანაირი პატიება შენგან უბრალოდ არ მინდა რომ მოვისმინო. აი, ვერ პატიობა და დამთავრდა, ხო? ძნელად ვივიწყებ. ხო, იმიტომ რომ ძნელად ვივიწყებ მე ამ ჩემ წყენას და რას ნიშნავს ეს? რატო რა ამჭირს? რატო მაქვს ესეთი გართულება ამ თემაზე? რატო არ შემიძლია რომ შემოვიდე შენს მდგომარეობაში, მაშინ როცა შენ ამას აღიარებ, რომ ძალიან შეგეშალა, ну, იმდენად მომიკვდა მე გული, შეიძლება ვთქვათ, ხო, იმდენად წავიშალე მე და გავნადგურდი. აქ ფაქტიურად იცით, რაღაც მკვლელობის დონეზე შეიძლება ეს განვიხილოთ, რომ სულიერი სიკვდილი მოხდა ადამიანის. იცით რა, დრო არის ისეთი, რომელიც ზრდის, ასე ვთქვათ, გამოწვევებს ჩვენს წინაშე. ну, ვისაც უნდა რომ რაღაცა შეესაბამებოდეს, ასე ვთქვათ, რა, თავის
ასე ვთქვათ, იმ კონსტიტუციას, რომელიც მასში ღვთაებრივია და ჩაიწერა მის გულში, ასე ვთქვათ, და არსებობს ეს გულის კანონი, რომელსაც სინდისი ქვია, ხო? ხა ჩვენ ხო ადამიანები ვართ რა. მე მგონი ჯერ არ ავიღია ხელი ამისგან. იმედი მაქვს არ ავიღებ. ერთმა არ გაგვიჭიროს იმ დონეზე, რომ მაგის წინაშე დავდგეთ. და ამიტომ ძალიან ცუდია, როცა განკითხვას აქვს ადგილი და ჩვენ სხვა ადამიანებს მარტივად განვიკითხავთ. ბევრი რამე არ ვიცით, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ არ შეგვიძლია ვიცოდეთ რა ხდება სხვა ადამიანის გულში. რა მიზეზები განაპირობებენ იმის თქვათ არასწორ თუ უკეთურს აქციელს თუ ასეც თუ ისეც აქციელს ხდებით და თუ ცოტა მეტი ასე ვთქვათ სიბზნისეული ცოდნაც მოაგროვა ადამიანმა ღვთაებრივი სულიერიც ასე ვთქვათ განსწავლაც სახეზეა მისი ცოტა სხვანაირად უყურებს ის უყურებს რაღაცა ცოტა ღვთაებრივი გადმოსახედიდან თუ შეიძლება ასე ითქვას და შეუძლია უფრო მარტივად აპატიოს ერთი მაგალითი ახლა გამახსენდა და რო არ თქვა არ შემეძლია. აი ქალის შესახებ, რომელიც ჩასაქოლად მიუყვანეს მაცხოვარს გახსოვთ თქვენ. რა თქმა უნდა. და იქ ესე იგი მის წინაშე იყო ასეთი რამ და საკითხი დაყენებული, რომ აბა რა ვქნათ ახლა რა გავუკეთოთ ამ ქალს, ჩავქოლოთ, მოსეს კანონი გვეუბნება რომ უნდა ჩავქოლოთ და შე რა სიტყვი. და თუ იტყოდა რომ ჩავქოლოთ გამოიყვანდნენ რაღაცა გულბოროტად თუ იტყოდა რომ შენდობა მივიცეთ ესე იგი მოსეს კანონი არაფრით მიაჩნია და არ ღვევს და მაცხოვარი იწყებს ქვიშაზე დაწერას იმ ცოდვებისას რომელიც თითოეულ ლიდერს იქ მდგომთაგან გააჩნდა ну ამის შესახებ დიდი ინფორმაცია ჩვენ არ აქვს და ისინი რომ კითხულობენ იმ მათ დაფარულ ცოდვებს რომ შესახებას მაცხოვარმა იცოდა და ეს პირდაპირ დაუწერა მათ შოქში იყვნენ. ამის მერე ამბობს მაცხოვარი, რომ ვისაც არ აქვს ცოდვა, იმან ესროლოს. პირველი ქვა. ესენი ვერ იღებენ იმის გამო, რომ აი ესეთი შოკი განაცდევინა მაცხოვარმა. ხვდებით, თორე ეს რო არ გაეკეთებინა, აიღებდნენ როგორ მიმქვას და ესროდნენ, ხვდებით. და მერე აი თავარი სიტყვები მინდა გავაჟღერო, რას ეუბნება იმ ცოდვილ ქალს, მაცხოვარი. ეუბნება, რომ ну მან ხო გადაიტანა რაღაც სიკვდილის საშიშროებები და მთელი უბედურება და ხა კიდე ხო არ დაუმძიმებდა მის ასე ვთქვათ მდგომარეობას და მაცხოვარი ეუბნება რომ მე შენ არ განგიკითხავ ანუ ეს ნიშნავს რომ პატიო არ განგიკითხავ წადი და ნუ ღარ შესწოდა აი ეს სიტყვები არის ჩემი გაგებით ნათქვამი არა მხოლოდ იმ ქალის მიმართ არამედ თითოეული ჩვენთაგანის მიმართ მთელი კაცობრიობის მისამართით არის ნათქვამი რომ პატიო ამ შეცდომას და შეცოდებას აღარ შესწოდა. ღმერთი არ განგიკითხავს ეს გენიალური ამბავია ეს არის შანსები შენ კი არ იღუპები არამედ შანსი გეძლევა რომ თქვათ გახდე უფრო უკეთესი ვიდრე იყავი მანამდე და იარო სწორ გზაზე ასე ვთქვათ. არ მინდა ისე დავასრულო ეს გადაცემა რომ ბედნიერებაზე არ გითხოთ. რა არის ეს თანდაყოლილია ჩვენში ტოლვა ბედნიერებისკენ? თუ ცხოვრების გზა იმიტომ გვეძლევა რომ ჩვენ ვიპოვოთ ბედნიერება. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, უნდა ჩავთვალოთ რომ თანდაყოლილიც არის. ჩვენ ამ ბედნიერების ნიშნით ვიბადებით. ჩვენი დაბადება ეს უკვე ბედნიერებაა, ხო ასეა? ეს სიხარულია და შემდეგ ჩვენ ვეძებთ რაღაცა გაცილებთ უფრო მეტ სიხარულს და ბედნიერებას და ნეტარებასაც, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აღმოაჩინოთ. არის გენიალური იგავი, რომელშიც ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანს ხელშლის გულში ჩაუდო თიხის ნაჭერი და უთხრა, რომ აი ბედნიერება შენ უნდა გამოძერწო შენთვის და ჩვენ ვართ შემოქმედი ამის. ჩვენი ბედნიერების შემოქმედი ჩვენ ვართ. ამას სჭირდება ცოდნა და ყველაფერი ამ ქვეყნად ბედნიერება სიყვარული, მოთმინება, თუ სხვა სათნოება სწავლებადია. დიდი მადლობა. ტრადიციულ კითხვას ჩვენსას რომ რაოს უნდა შეველიოთ და რა უნდა შევინარჩუნოთ პრაქტიკულად თქვენ პასუხი გაეცით. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გაიხარეთ.